მოგესალმებით. მე ცოტნე ეჯიბია ვარ და ეს გადაცემა HIPPO Talks-ის ანონსია. როგორც მიხვდით, HIPPO მე ვიქნები, Talks-ი კი ძალიან საინტერესო ადამიანებთან მექნება. ამ ვიდეოში შევეცდებით ძალიან მოკლედ მოგიყვეთ ჩვენი პროექტის მიზნების შესახებ. დღეს ქართულ პოლიტიკურ ველს რაც ყველაზე მეტად აკლია, ეს არის დისკუსია. ჯანსაღი საუბარი პრაქტიკულად ყველა მიმართულებით იქნება ეს საუბარი პოლიტიკოსებს შორის, საზოგადოებას შორის საუბარი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, დებატები, პოლემიკა და ასე შემდგომ. რას ხედავთ მედიაში? მედიაში ხედავთ იმას, რომ თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს აქვს საკუთარი ტელევიზია და უხეშად რომ ვთქვათ, ისინი ჩაკეტილი არიან საკუთარ ნაჭუჭში და ხშირ შემთხვევაში ცდილობენ რომ მხოლოდ თავიანთ ამორჩეველზე მოახდინონ გარკვეული ზეგავლენა. Დავსი პოლარიზაციის პირობებში შეუძლებელია რომ გამოიკვეთოს რეალური ალტერნატივა. ჩვენ გვსურს რომ მოსახლეობას დავეხმაროთ ერთი ძალიან მარტივი მოცემულობის გააზრებაში. შეუძლებელია პოლიტიკური პროცესი იყოს წარმატებული პოლიტიკოსის გარეშე. პოლიტიკოსი არის მთავარი აქტორი და შესაბამისად ჩვენ გვექნება სხვადასხვა სახის ინტერვიუები, დისკუსია, დავაორგანიზებთ დებატებს სწორედ ამ მთავარ აქტორებს შორის. ჯანსაღი დისკუსიის წარმოებას ხელს უშლის საზოგადოებაში ხელოვნურად გავრცელებული რამდენიმე ფრაზაც, რომელიც პროცესს ნებსით თუ უნებლიეთ აზიანებს. მათ შორის არის მაგალითად რა დროს დისკუსია, რა დროს კრიტიკა, ახლა ამის დრო არ არის და ასე შემდგომ. HIPPO Talks-ის მთავარი მისიაა, რომ ყოველგვარი პარტიული კუთვნილებისა და მიკერძოებულობის გარეშე მოგაწოდოთ პოლიტიკური აზრი. შესაბამისად, როგორც უკვე გითხარით, ჩვენს გადაცემაში იხილავთ არაერთ პოლიტიკოსს, სამოქალაქო საზოგადოების არაერთ წარმომადგენელს და ზოგადად ყველას, ვისაც რეალური გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესზე. HIPPO Talks-ის ნახვა შეგიძლიათ როგორც TikTok, აგრეთვე YouTube პლატფორმებზე და მხარდაჭერისათვის გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი ორივე ზემოხსენებულ სივრცეში. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, გარდა პოლიტიკური კონტენტისა, აგრეთვე გვექნება ეგრეთ წოდებული ფან კონტენტიც, სხვადასხვა სახის სახალისო ვიდეოებიც და საერთო ჯამში არა მხოლოდ პოლიტიკის გარშემო მოვიტრიალებთ, არამედ გაგაცნობთ არაერთ საინტერესო ადამიანს. ვფიქრობ, რომ საინტერესო მოგზაურობა გამოგვივა ამ სივრცეში ჩემი პირველი გადაცემაა და შესაბამისად ჩვენი გუნდი ეცდება რომ მაქსიმალურად ხარისხიანი ვიდეოები შემოგთავაზოთ. დიდი მადლობა.